მოგესალმებით ზურბასო მაყურებლებო. დღეს ჩემი საავტორო გადაცემაა წამი, წარსული, აწყო, მომავალი, იმოქმედე. დღეს უმრად მოვიწვიე მკვლევარი სოსო ოთიაშვილი და დღევანდელი თემა, რომელიც მინდა ჩვენი საეთერო დრო დაუთმო, ეს არის ის 35 წლიანი გამლილი პერიოდი, რომელიც დაიწყო 90-იანებიდან, უბრალოდ 80-იანების ბოლო პერიოდიდან დღემდე. სოსო, ჩვენ უშუალო მონაწილეები ვართ იმ ეპოქისა და იმ პერიოდის, როდესაც დავამთავრეთ სკოლა, გამოვედით რეალურად ცხოვრებაში, გავხდით სტუდენტები და მაგ პერიოდში დაიწყო ის, რაც დაიწყო. ამხელა მონსტრი დერჟავა ქვეყანამ დაიწყო დაშლა. მათ შორის ეს საკმაოდ რთულად განვითარდა ჩვენს ქვეყნის მაგალითზეც. დაიწყო ის მიტინგები, გამოსვლები და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, იშლებოდა უდიდესი სისტემა და გადადიოდა ერთი ფაზიდან მეორე ფაზაში. თუმცა მოდი აქ ხშირად აქვს ბევრ ადამიანს ნოსტალგია იმ პერიოდის, როდესაც საუბრობენ, რომ აი ყველაფერი მუშაობდა და ასე შემდეგ და შეიძლება ამას ნაწილობრივ, რა თქმა უნდა, ჩვენს დავეთანხმოთ, იმიტომ რომ ამ სისტემაში ჩვენ ცხოვრობდით და იმ შეგნებულ პერიოდში ვიყავით, როდესაც ყველაფერი ამას ჩვენ საკმაოდ კარგად ვიაზრებდით და ის გაცნობიერების ასაკი გაგვაჩნდა, როდესაც ამ პერიოდში ჩვენს მოღვაწეობდით უკვე, მაგრამ მოდით სიმართლესაც თვალებში ჩავხედოთ, რატო დაიშალა. ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ის იყო, რომ სისტემამ თავისთავად ვეღარ შეინარჩუნა. ანუ ვერ განავითარა საკუთარი თავი, თუმცა მიუხედავად იმ დიდი სტატისტიკა, როდესაც საუბარია რიცხვებზე, იმ თვითბრუნვაზე, რაღაც საწარმოო სიმძლავრეებზე და ასე შემდეგ, ჩვენ კარგად გვახსოვს, როდესაც იმ შავნელ პერიოდში დაიწყო შაქარზე ტალონები, კარაქზე ტალონები და ასე შემდეგ, ამ დეტალებს ძალიან არ ჩავშლით, რომ არ დავკარგოთ, მინდა რომ თავარ კითხვას მიუბრუნდე შენთან. და მოხდა ის დრო, როდესაც ამ სისტემამ გარდა ამისა, ესაც არ მინდა გამომჩეს, რომ რა თქმა უნდა, გარემო ფაქტორებიც იყო ჩართული ამაში, ვის ინტერესშიც იყო ეს სისტემა რო ჩამოშლილიყო. ამას ახლა ჩვენ შეთქმულების თეორიაში ვერ წავიყვანთ, მაგრამ ის სრული გარემო ნამდვილად არსებობდა საბჭოთა სისტემის გარშემოც და ერთი სიტყვით დადგა ის დრო, როდესაც სისტემა დაიშალა. და ამ მომენტში დაიწყო გარდამავალი პერიოდი, როდესაც გამოჩნდნენ ლიდერები, შეიქმნა უკვე გარკვეული დაჯგუფებები, დაიწყო მიტინგები და ჩვენ კარგად გვახსოვს, ფაქტიურად შეიძლება ითქვას სრული უპირატესობით მოვიდა სახელმწიფოში ეროვნული ძალები და მოხდა პრინციპში მშვიდობიანი გადაბარება იმ ბერკეტების, რომელიც მაშინდელ საბჭოთა კავშირის, ამ შემთხვევაში საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტს ხელს გააჩნდა. და იყო რა თქმა უნდა ის მოწოდებაც, რომ თუნდაც ბალახს მოვძოვდით, ოღონდ კი დამოუკიდებლობა თავისუფლება მიგვიღო და ქვეყანამ დაიწყო საკმაოდ რთული ფაზის გავლა. დღეს, როდესაც 35 წლის თავზე ჩვენ ამას ვაფასებთ, აი ამ ყველა იმ შესაძლო ფაზას აქ ბედის წერაზე ნაკლებად ვისაუბრებ, ალბათ ვისაუბრებ იმ პროგნოზზე, რაც უნდა მოყოლოდა აი ასეთ არა ევოლუციურ განვითარებულ ვექტორის განვითარებას, არამედ რევოლუციურს. რევოლუციური ამ შემთხვევაში სამწუხაროდ კრინებითი ფორმით უნდა ითქვას, იმიტომ რომ იმსხვრევოდა ყველა ის როგორც სტერეოტიპი, აგრეთვე ის გამოცდილება, რომელზედაც ეს სისტემა იყო დაფუძნებული და ამ დროს სამწუხაროდ ის სპეციალისტები და ის სისტემები და ის ყველაფერი, რასაც ეს უნდა სიცოცხლის უნარიანობა დაეჭირა სახელმწიფოს, თანდათანობით სახელმწიფომ დაიწყო დაძირვა და სამწუხაროდ ის ნაიარევი და ნაკვალევი დღემდე ჩვენს ქვეყანას მოყვება და ამ დროს ხშირად მოყავთ ხოლმე ესეთი მაგალითი, როგორც არის ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ისტორია, რომლებმაც ეს გარდაქმნა მოახდინეს სახელმწიფოებრივი შიდა ინსტიტუტების განვითარებით და ნაკლებად უსისხლო ვექტორით განვითარდა მათი ისტორია და შესაბამისადაც
ეხლა რა თქმა უნდა შეიძლება საკამათო იყოს, რატომ მაინც ევროკავშირში მიიღეს, მაგრამ მიიღეს თუნდაც იმიტომ, რომ გეოგრაფიულად თუ ასე შემდეგ ყველანაირად უფრო ახლოს იყვნენ თავისი ისტორიული წარსულითაც და რა თქმა უნდა იმ პროცესებითაც, რომლებიც შიგნით მე ვფიქრობ ალბათ ძალიან დაეხმარდნენ მათ. და აი შენი გადმოსახედით რა ფუნდამენტალური შეცდომები იყო დაშვებული ჩვენ შემთხვევაში და ჩვენ თანამონაწილეები ვართ ამის. და აი თემა მინდა აი ამაზე გავხსნათ. რასაც შენ ხედავ? უპირველეს ყოვლისა მოგესალმებით საამშვიდობის ზართული კითხვა. არა. ალექსანდრე რეჟიმში ვსაუბრობ. მაგრამ საქმე რაშია, ამდენი წელი გავიდა, 35 წელი გავიდა და ერთმნიშვნელოვანი შეფასება ამისი, ასე ვთქვათ, ერთგვაროვანი, ესე რომ ვთქვათ, როგორც დასკვნა, რომელიც არ ექვემდებარება განჟას, ასეთი ტიპის დასკვნა არ ყოფილა. იმის მიუხედავად, რომ ამ საქმის სპეციალისტები ჩართულები არიან ამდენი ხანია და ყველას თავის რასაკვირველია, ყველას თავის კოზირებია, ყველას თავის გადასახეთიდან, ყველას თავის ასე ვთქვათ, საქმესა მიმართებაში თავისი მდგენელები გააჩნია, თუმცა ის რომ ითქოს, რომ როგორც სახელმძღვანელო რაღაც დოქტრინა თუ აიღო და ერთმნიშვნელოვნად შეაფასო, რომ რა გავაკეთეთ, ხო, ვთქვათ, რისი ბრალი იყო და რაღაც ასეთი რამ არ არსებობს. ჩემი მოგზალებული აზრია, უბრალოდ ყოველისა ის იმიტომ არ არსებობს, ბევრი მიზეზები აქვს ახლა ამას, ძალიან ღრმად არ ვეცდები წავიდე და მხოლოდ იმ ნაწილში გავაკეთო პასუხი, უბრალოდ როგორც ინტერვიუერი, ანუ უპასუხო შენ დასმულ კითხვას ჩემ მეულხედვიდან გამომდინარე, თორე იმდენად ღრმაფესვები გააჩნია ამას და თვითონ კიდე იქ რაღაც სასაუბრო თემას ჩაშლები, რომ ჩვენ ამას საღამოდე გვიან ღამოდე ვერ განვიხილავთ და შეიძლება ეს კიდე არც იყოს თქვა ყველასათვის მისაღები ბუნებრივია. პირველ რიგში იმას გაუსაო ხაზს, რომ არ მოხდა ჩემი აზრით ამისი შეფასება სწორად. ცოტა ხა ესეთი განცხადება, ანუ არ გულისხმობ ამაში. აი მახსენდება მე მაგალითად ნიურნბერგის პროცესი დაუკავშირებდი. ნიურნბერგის პროცესზე ფაშიზმი გაასამართლეს. ვითომ, მაგრამ იქ პრინციპში მოხდა შედეგების, ანუ შედეგებზე დეკლარირება, შედეგების მიხედვით მოხდა შეფასება და შემდეგ ასე ვთქვათ მსჯავრის გამოტანა. იქ ამ შედეგების მომტან მიზეზებზე არ იყო საუბარი. საერთოდ მინიშნებაც არ ყოფილა, თორე ადვილი ხა ამის ნახვა, ხო დღეს უამრავი საშუალება არსებობს. ანუ რამ გამოიწვია ესეც ორწეღავ თქვის თემა, რომ ეხლა რო წავიდეთ რაღაც ძალიან შორსავალ. მაგრამ აი რამ გამოიწვია ეს ფაშიზმი, ხო ამაზე დამეთანხმები რომ აბსოლუტურად არ ყოფილა, ხო საუბარი. შეფასდა მარტო ის, რაც დადგა, მაგრამ ეს ყველაფერი ხო ბუნებაში მიზეზშედეგობრივია. რამ გამოიწვია ეს შედეგი, ამაზე არ ყოფილა საუბარი. ასევე აქაც, რა ვიცი, ესეთი გამოწვლილივით ინფორმაცია რო აი მიზეზშედეგობრივი თემები განხილულიყო, ჩემი აზრით არ ყოფილა, იყო რაღაც 3-4 ესეთი ფუნდამენტალური დავარქვათ, რასაც შეიძლება, პირველი იყო ის, რომ ვინც შექმნა ეს სისტემა, მორგებული იყო, თქვათ, იმ ადამიანებზე, მორგებული იყო იმ ტიპის კომუნისტებზე, ესე დავარქვათ, პატიოსან, ასე ვთქვათ, კომუნისტებზე, შეიძლება ბევრი სადავო იყოს, ვინც თავის ესე რაღაც მუხჭაუხლերի შრომით რაც გინდა დაარქვიას, თავის შექმნილი ას ინსტრუმენტი დაიჭირა. რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს მომდევნობა არ იქნებოდა საკმარისი, იქ მთელი რიგი მიმართულებების და ღონისძიებების გატარება იყო საჭირო. პირველი ჩემი აზრით ეს არის. ერთ-ერთი აღსანიშნავი, მერე ნელ-ნელა მოხდა აცლერად სხვა ტიპის კომუნისტების ალბათ შექმნა, მთავრობაში მოსვლა და რასაც დისციპლინის დარღვევა. არის ერთ-ერთი კიდე ესეთი ძლიერი კომპონენტი, ეს არის, რა თქმა უნდა, გვერდითი დარტყმები, ანუ გარე ფაქტორები, პირდაპირ ვთქვათ, კაპიტალისტური სამყაროს მხრიდან, ეს იქნებოდა სხვადასხვა, თქვათ, ცივიომის, თუ დავარქმევთ, საინფორმაციო რა თქმა უნდა, საინფორმაციო ომი და არა მხოლოდ ეს. იყო მე ალბათ თვითონ ხა, როდესაც ალექსანდრე დამეთანხმები, როდესაც არ არის ეს
მაინც ადამიანის მოგონილია და როცა ამაში რაღაც ის კანონიკა ასე ვიტყოდი რა, რაღაც შემოქმედისებური, ანუ რკინისებური, ანუ ის რაც არ ექვემდებარება განჯას, როცა არ არის ადრე თუ გვიან თავის განვითარების ფაზებს რო გაივლის, მე უცილობლად რა თქმა უნდა მე იწყებს თვითგანადგურებას. ანუ სისტემაში იმ სისტემას აკლდა ის რაღაცა ძირითადი კომპონენტი, ნახე, მსმენელის მრავალფეროვნება, მისი ცოდნა და გემოვნება ხშირ შემთხვევაში ვერ იქნება ერთაზროვანი, ხო? ყველას აქვს თავისი ვექტორი, ყველას აქვს თავის ხედვა. ესე იგი, ჩვენ ახლა აქ თავარი მისიაში არ შევიდეთ, იმას შეცდომაში არ შევიყვანოთ ჩვენი მსმენელი, რომ ჩვენ რეაბილიტაციას უკეთებთ ან სისტემ, ჩვენ უბრალოდ აბსოლუტურად სწორად დაიჭირე ეს საკითხი და მეც მინდა ამ ვექტორს გავყვე, რომ შენ დაიჭირე ყველაზე მთავარი. არავინ არ ფიქრობს, რა კონკრეტულ გარემოში, რა სოციალური წარმონაქმნი შეიქმნა, რატომ მაინც და მაინც რა ფაზები გადა, რამ არ იმუშავა. აქ რა თქმა უნდა იყო უშუალოდ ადამიანის ფაქტორი. რასაკვირველია, ალექსანდრე, კიდე ნახე რა არის. ეხლა ეს ადვილია, მე ვცდილობ, რომ ყოველთვის რა ის ჩემი პოზიცია, შენ რაც უფრო არაკომფორტულ სიტუაციაში ვარ, მიჩევია, იმიტომ რომ გულსხმელობა ჯობია, თორე ეხლა ძალიან ადვილი ხა ვიტყვი. ისე როგორც იმ სისტემას გააჩნდა, დამაჯერებლად ვიტყვი, ხო? შენ შვიდად და ნუ რა, და კრება დარჩება მხიარული თუ რა. არ არის ჩემი სტილი რა. თორე რასაკვირველია იმ სისტემასაც ჰქონდა თავისი პლუსები და თავისი მინუსები და რა თქმა უნდა დღესაც აქვს ამ სისტემას თუ შეიძლება სისტემა დავარქვათ, მაგრამ ამასაც აქვს თავისი ნუ რაღაც პლუსები აქვს და რა თქმა უნდა ბევრი მინუსებიც აქვს. აქ საუბარი უბრალოდ იმაზეა, რომ ნახე ჩვენ ესე არ გამოვიდეს კიდე ერთხელ ხაზს გაუსვა, რომ იმიტომ რომ ეს საშიშია და ან ვერ გავაკეთებთ ან ძალიანაც კარგად გავაკეთებ შეფასებას და ძალიან დიდხანსაც შეიძლება ვისაუბრო, ნუ ცხადია ახლა მისი უფლება ვინც მისმენს, გაიზიარებს თუ არა, მაგრამ ძალიან ისეთ თემაა, რომ ჩვენ ახლა ამისთვის დასაჯდომად არ გვცალია, უბრალოდ ჩვენ ანალიზი ვინდა გავაკეთოთ იმის, რომ რა გვჭირს. იმიტომ რომ სადაც ვართ, ის მოგწონს, მე არ მოგწონს, მე რაღაცას მე კიდე ევოლუციის გზით კი არა. ჩაკეტილ წრეში ვტრიალებ. ევოლუციის გზით კი არა, თორე ისე შეიძლება მე ხმა რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვებით ანუ სიტუაციას გააჩნია, როცა შესაძყვისი მომენტი ამისთვის, მე რაღაც მაღალფარდოვანი სიტყვებიცაც შეგვიძლია მოუშველიოთ, ცნობილი ფილოსოფოსების თუ ზოგადად ადამიანების ნათქვამი, რომ ევოლუციის შედეგად მოტანის უფრო დაეჯერება, ვიდრე რევოლუციისას და მე ხატონად ჩავშალოთ რაღაცები. ჩვენი მიზანი ეს ხო არ არის. სოსო, დრო რო დავზოგოთ, აი ესეთ თემაში გადავალ. სიტყვა ოჯახი ზუსტად ეხლა წეღან თქვი და ზუსტად ეს მენიშნა შენ სიტყვებში, რომ თითოეული ოჯახის სიძლიერე ქმნის სახელმწიფო სიძლიერეს. ეს მარქსის სიტყვებია. მარქსის სიტყვებია. და მარქსი არ იყო კომუნისტი. მეც გეთახმები, იმიტომ რომ მან მარქსმა დაწერა კაპიტალი და არანაირი პრეტენდენტობის სრული არ გააჩნდა, რომ კომუნისტი ყოფილა. ეხლა ვინ როგორ მოირგო და ვინ რა ფორმატში ჩასვა ეს ცალკე საქმეა. მაგრამ მოდით ესე შევხედოთ. ჩვენ რაც არ უნდა ბევრი ვისაუბროთ, აი დავიწყოთ 80-იან წლებიდან და დღეს დავამთავროთ ილონ მასკის ხვალინდელი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი ბიორობოტებით და როგორ შეიძლება 4 წელიწადში რომ ყველა ოჯახში, ყველაში თუ არა ეს დაიწყება ეს ტენდენცია და ბოლოს ადამიანი ნახევრად რაღაცა კიბორგი გახდება თუ რაღაცა ჩიპი ექნება ჩაყენებული, აქამდე მივა ეს საუბარი, მაგრამ მოდი ყველაზე ფუნდამენტალურ შევეხოთ, ეს მუშაობს თუ არ მუშაობს. კომუნისტების პერიოდში, ან კაპიტალიზმის პერიოდში, ან თუ რაღაცა კიდე ეს მოიფიქრებს კაცობრიობა, იარსებებს თუ არა სიტყვა ოჯახი. და ეს ოჯახი არის შემთხვევით შექმნილი რაღაცა განვითარების თუ ევოლუციით მიღებული რაღაცა კომპონენტი, თუნდაც ასე იყოს, უნდა იყოს თუ არა ეს ოჯახი რაღაცა მთავარი მდგენელი აგური, სამშენებლო უჯრედი, რომელიც აშენებს ოჯახი აშენებს გვარს, გვარი აშენებს სოფელს, სოფელი მხარებს, მხარეები ქვეყანას და ასე შემდეგ და ბოლოს ქვეყნები აშენებენ სოფლიოს. აი პირველი საშენი აგურად შეიძლება ჩავთვალოთ თუ არა? ალექსანდრე, ხა ეს იმდენად გაწვეთილი ფრაზაა, მაგრამ ნუ კითხვის სახით ვინაიდან მოგიწია დასმა, რაღაცა კუთხით ვალდებულებაც არის ხო, რომ ჩამოაყალიბო თქვა, მაგრამ ხა იმდენად ხილულია ეს თემა, მე მგონი უხერხულიც არის ხა იმის ხაზგასმა, რომ ეს არის ფუნდამენტი,
ეს არის ფუნდამენტი, ეს ყოველთვის იყო ფუნდამენტი ნებისმიერ ფორმაციაში, ნებისმიერ საუკუნეში, ნებისმიერ ეპოქაში და მე მგონი ხა ანუ მიუხედავად იმის ეს იქნებოდა არა აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა, რასაკვირველია. მავრონული, თემური თუ კაპიტალისტური ყოველთვის ამ კომპონენტს უნდა ემუშავა. ეხლა ამ ოჯახის სიკეთე და კეთილდღეობა გარსად აქვს შემორტყმული ეს სისტემური წყობა, ხო? აი მაგას აი მინდა შევიდეთ, რა ხდება. ეხლა მინდა წმედა მეცნიერული კუთხიდან ვთქვა, ჩვენ ვერსიით, ანუ ჩვენი სიტყვების კომბინაციით და დავიხმარ კიდე იმას, ასე ვთქვათ, კიდე ყველაზე ძლიერი მხარე რაც არის, რწმენის მხარე, ანუ დავიხმარ იმ მონაპოვარს, იმ ჩვენ მოცემულობას, რომელიც შემოქმედის მიერ არის და რომელსაც თავისი მიმდევრების ყავს და რომელშიც უფრო ისეა ღვთისმერულათა ასახული ეს მომენტები, რომელ კითხვებზეც პასუხის გაცემასაც ჩვენ ეხლა მთხოვ. დავიწყოთ იქიდან, რომ ახალს არაფერს არ ვაქვს, მაგრამ ვალდებული ვარ, მე მგონი იმდაგორად დამისვი კითხვა, რომ როგორ შეიძლება ეს ასე არ იყოს, როდესაც თავის სახად და ხატად ხო მოგვავლინეს დედა წოდებულ მიწაზე, ხო? ამ მზის სისტემაში, ამ პლანეტაზე, რომელსაც დედამიწა ქვია. და ჩვენს გარდა ადამიანების გარდა აბსოლუტურად ყველაფერი, ხო, ეს სადაო არ არის, ყველაფერი არის აბსოლუტურად კოდირებული. ხო? აბსოლუტურად ყველაში გაწერილია, ჩაწერილია რაღაცა ხსოვნა და ამ გაწერილი ესე დავარქვათ ალგორითმისა და რაღაცა იქ კიდე ესე ვთქვათ, მოკლედ აი სენტიმენტების გარეშე რა, იქ რაც პირდაპირ ჩაწერილია, რაც ჩადებულია, იმის მიხედვით არის ეს ყველაფერი, რაც ადამიანისთვის შეიქმნა, ის მთელი 6 დღის განმავლობაში რაც იქნებოდა, ყველაფერი არის აბსოლუტურად წინასწარ გაწერილი, მხოლოდ შენ ერთს მის შვილს ხელგეწიფება, რომ ალტერნატიული ვარიანტი აირჩიო, ანუ არჩევანი და არგანის ინსტიტუტი მხოლოდ ჩვენთან არჩევოს. და ამიტომ ეხლა ძალიანაც რომ უნდოდეს, აი ეხლა რა ვიცი, უთვალავი სახეობის ფლორა ფაუნაში და ზოგადად რაც შემოქმედ შეუქმნია, ყველაფერზე რაც ჩამოთვლია გადაცემაში. აბსოლუტურად ყველაფერი ხო ზუსტად ისე მუშაობს მისი ციკლი განვითარების, ხო, დასაბამიდან ვიდრე გარდასახვამდე, როგორც ეს ჩაწერილია. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ესე ღრმად, მაგრამ მინდა რომ ის შესავალი, რომელიც გავაკეთეთ, ჩვენი ის 35 წლიანი შესავალი, ხო, ესე იგი ამ ოჯახმა, რომელშიც ჩვენ ადამიანები ვცხოვრობდით, გავიარეთ ეს პოლიტიკური ფორმაცია და მეტად ნაკლებად იმ რუტინის ქვეშ ახლა ვისაც გვახსოვს, როგორი ცხოვრებაც იყო, ხო, იმ რკინის ფარდების შიგნით. რა თქმა უნდა, დღევანდელი გადმოსახედიდან ის ადამიანი ადარებს, რომ აი ოჯახს მაშინ მეტი შესაძლებლობები ჰქონდა, რომ თუნდაც დაესვენა და ასე შემდეგ, მაგრამ ზუსტად ეს ოჯახი ისე ოჯახად დარჩა, მაგრამ დაიწყო აი 35 წლის განმავლობაში სოციალური უთანასწორობა ამ ოჯახებს შორის, ხო? ვიღაცა ადამიანები გამდიდნენ, ვიღაცები გაღარიბდნენ და შეიქმნა გარკვეული კონტრასტი. საკმაოდ კონტრასტი. ეხლა შეგვიძლია ჩვენ ეს მეცნიერულ ჭრიში შევხედოთ, რომ ეს არის ბუნებრივი გადარჩევა, ეს არის აბსოლუტურად ბუნებრივი პროცესი. ეხლა ადამიანს ავიწყდება ხშირად, რომ თხაზე ნაკლები მგელმა შეჭამოს, ეს ძალიან ბუნებრივი და სწორი ფუნქციაა, რომ ის რომელიც არის დაავადებული და სუსტი, უნდა გამოხშიროს ხომ მგელმა და ამოიღოს ეს რგოლი, მაგრამ აი როგორ ხდება, როდესაც აი ამ კლიშეებით და ამ შაბლონებით ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანზე, ოჯახზე, ღვთისშვილზე, ახლა გემოვნების საკითხია, ვიღაცა წამს, ეს არ წამს, ვიღაცა დარვინისტულად უყურებს. ფაქტი ჯიუტია, რომ ოჯახის ეს არის ის წმინდა ტაძარი, სადაც ადამიანი იზრდება, ყალიბდება და სოციუმის ჯანმრთელი უჯრედიდან უნდა წარმოიშვას მისი, ასე ვთქვათ, მენტალობა, მოქმედება და საერთოდ მოქალაქეობა, რასაც ჩვენ დღევანდელი სტანდარტებით და კონსტიტუციით, ასე ვთქვათ, მასზე ვსაუბრობთ, ხო? ამიტომ ვსაუბრობ, რომ აი ის რაღაცა მდგენელი, რომელიც ეს ოჯახი ყოველთვის დამოკიდებულია რაღაცაზე. და ეს რაღაცა, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში არის ეკონომიკური მდგენელი. ბევრისთვის ეს ეკონომიკური მდგენელი არის, რომ განათლება უნდა მიიღო, კარგი სპეციალისტი უნდა გახდე და უნდა იმუშაო ქარხანაში, ან ინჟინრად, ან ასე შემდეგ, ხო? ეს არის სტრუქტურა. მე მინდა რომ აი უბრალოდ აი ხლა მე ძალიან კარგად ვიცი შე რა ცოდნას ფლობ და რა სიღრმისეული ხედვა გაქვს შენ ამ შემთხვევაში, მაგრამ
ძალიან რთულია დღევანდელ მსმენელს, მაყურებელს იმ კლიშეში, რომელშიც სამწუხაროდ საზოგადოების დიდი ნაწილი ზის, შეძლო ამ ინფორმაციის გადმოტანა. იმიტომ დავიწყე მე წარსული ჩემი გადაცემის ფორმატიდან გამომდინარე, რომ შეგვეფასებინა ის რა სიკეთე ქონდა ვითომ თუ ჭყალებში თუ ჭყალების გარეთ იმ გარემოებას, როგორ გადმოინაცვლა ამ ოჯახმა დღევანდელ რეალობაში და დღეს ბევრი ოჯახი ტოვებს ისევ ქვეყანას და გარბის. ანუ ამ ოჯახს რაღაცა კეთილდღეობა ვერ შეექმნა და რა არის ის ჯადოსნური ფორმულა? ნახე რატო ბევრ გადაცემას უსმენთ შენც და მეც. ჩვენ არ ვცდილობთ ვინმესგან განსხვავებულები ვიყოთ და ძალიან ორიგინალურები ვიყოთ, მაგრამ ერთი დიდი პრობლემის წინაშე ვდგებით. მსმენელი თოქ-შოუს, ეგრეთ წოდებულ სასაუბრო შოუებს, სანახაოებს უყურებს. მსმენელსაც ბოდუშს უხდი ყველას, შეიძლება ატროფირებულიას, რომ კითხვა დასვას. რა არის ამაში გამოსავალი და ეს კარგი ორატორები საუბრობთ ყოველთვის პრობლემაზე, მაგრამ არასოდეს გამოსავალზე საუბარი არის. შენეული გაგებით ღრმა კითხვაა, მაგრამ იქნება შენეულად შეძლო ასევე გასაგები პასუხი გაგვცე. ეხლა შენ დაფარულად რაღაცა ჩამოყალიბებულად ვითომ უტკინველოდ დამისვი, მაგრამ მე ხო ვიცი რა. რთული კითხვა. რთული კითხვა კი არ არის, ძალიან რთული კითხვაა და თანაც ეხლა უნდა მოვახერხო, რომ რამოდენიმე წუთში ეს ჩამოაყალიბო იმ დავაროთ, რომ მისაღები იყოს. პრინციპში შენ ეხლა ესეთ კითხვა დასვი, რომ პირდაპირ ერთნიშნულად მეუნები აი ამ 25 წლიანი რყევიდან სხვა რყევებზე რო არა ვთქვა სხვა ეპოქების, აბა გამოსავალი რა არისო. რა თქმა უნდა ძნელია როგორ ჩვენ აღნიშნე ერთნიშნულად, მაგრამ პასუხის გაცემა უნდა დავიწყო ფაქტია. დავიწყებ იქიდან საიდანაც შენ კითხვის დასმა ცოტა უფრო უკანდან დაიწყე. ანუ დაახლოებით ესე 6-7 წუთის უკან დამისვი ეს კითხვა. ნახე მე ხა ილონ მასკის აი ის თუ გააკეთებს რამეს, რა თქმა უნდა, ხო და რაც პროგრესს ემსახურება, შარზე უნდა იყო ადამიანი, რომ საწინააღმდეგო გქონდეს, მაგრამ თან ხო თუ ერკვევი რაღაცებში და მე რაღაც კითხვების გაგიჩნდა და კითხვები დასვი, ეს იმას არნიშნავს, რომ ეწინააღმდეგები. აი წეღანაც საუბრობდით ხო ჩვენ გადაცემამდე, ადრე გადაცემაშიც მithქვი და ეხლაც ვიტყვი. მივესალმები ყოველივე კარგს, მაგრამ ისე არ გამოვიდეს, რომ მე გადის ათეული წლები და მე აღმოჩნდება თორემ რომ კარგი არ იყო. ისევე როგორც აი ვინც არიან ცნობილი ანალიტიკოსები და რაღაც ძალიან დაბეჯითებით არ გავდივარ კითხვიდან. იქავარ. რომ აი კონკრეტული მოვლენების შეფასების ნაწილში, რასაც თავდაჯერებულად იძახოდნენ და იმაზე დიდი ჩვენ ანალიტიკოსები არ ყავდა, აი 30-35 წლის მერე აბსოლუტურად დიამეტრალურად სულ სხვა რამეს იცახიან. ოღონდ ეგეც რა პატივსაცემია, როცა აღიარებენ რომ შეეშალა. იმიტომ რომ მეცად ადამიანებსაც ვიცნობ და შენს, რომელმაც იციან რომ არასწორი იყო, მაგრამ მაინც აიხტიბებს, თუმცა აი რა არის ხშირად ყოფილა ესეთი რამე. აი მე ვიცახი, მაგრამ მე ხა არ მაქვს ეგ პრობლემა. მე რა მაშინ მასე ვფიქრობდი, თქვა. მე თავარია გულწრფელი ყოფილიყავი მაშინ. ამ გადასახეთიდან თუ ახლა ისეთივე გულწრფელობით ხედავ, რომ მაშინ მართალი არ ვიყავი, ოღონდ ნახე კი არ ვიტყუები. პატიოსანი არა, ოღონდ მაშინ თურმე შემშლია. ვიტყვი რომ შემიშალა რა. აი ამაშია მიხდი. ოდი კითხვას დაუბრუნდეთ, ანუ უბრუნდები. რაც შეეხება ხემ რობოტებს, რომელმაც ჩვენ ჩაგვანაცვლა. ძალიან მწარე იქნება ეს პირდაპირ მეთქვა, მაგრამ ეხლა ამ თემას ვერ დავუთმობ დიდხანს, ხო? უნდა გითხრა. ვერც იუმორში ვერ გადავიყვან, ხო? რას ქვია რობოტმა შეიძლება შენ რაღაც ნაწილში, ეხლა იმ თვალისახი ამას რომ მოსადავებელი არ გამიხდეს ვითომ თუ რამ. მაგრამ როგორ შეიძლება ის რაც როგორ წეღან თქვი, შენთვის შექმნა ამ უთვალავის ფერით, რომ ჯერ კიდე გააზრებული არა გაქვს. რა არის შექმნილი ამ თუ გააზრებული და ყოველ შემთხვევაში ვერული კარგად და ახტაცებას კარგად ვერ გამოხატავ, თორე ეს დღეში არ იქნებოდი. როგორ შეიძლება რომ აქ ამ პლანეტაზე შენი მოვლენისთვის რას გაკეთდა და იმ ფაზების გასავლელად ვიდრე დაბადებიდან გარდასახვამდე ქვია, შენ რა საქმეებით უნდა იყო დაკავებული ამ თავარ საქმეებს კიდევ ერთხელ ვიზახი, იმიტომ რომ მხოლოდ შენ შეგიძლია შეცვალო რაღაცა არჩევანი გაკეთო ნებისმიერ მიდგომაში. დანარჩენი ყველაც ხო არის კოდირებული, აი მილიონობით რასაც უნდა ჩამოთვალო, ხო? რაც შექმნილია ამ დედამიწაზე. როგორ შეიძლება რომ გააკეთებინო შენივე შექმნის? და შენ ფაქტიურად დარჩე ფეხბურთელით რო გითხრა თამაშგარი მდგომარეობაში.
ეხლა ვიღაცა ნუ მესმის, აი უკვე გავიგე კრიტიკა. კი ბატონო. აბა ეხლა მე მაგის დრო არა მაგ მუშაობ რა მოხდა რომ ეს რაღაც უწლის არეცხი მაგი და ეს რა გასაგებია. თქვათ, ნუ აქ კიდე არ ჩავალ ბოლომდე, ხა ფორმატი არ მაძლევს საშუალებას, მაგრამ მე არ ვიძახი ისეთ რაღაცას. ამაზე არ საუბრობ. არა, ალექსანდრე, რომელიც ბალანსის დაცვის, იმიტომ რომ ჩვენი ბრალი არ არის დასაწყისში თქვი შენ ეხლა რომ დავიბალდი და კონკავშირილის ის მოწეს ნიშანი მე წელსახვევი გაგვიკეთეს, ჩემი ბრალი არ არის. ასევე ეხლა ამ დაუშვათ დიასახლისის ბრალი არ არის, რომ ვერ ასრებს ოჯახის შვილების სამსახური მესმის რომ პატარა სიუჟეტი შევქმენი და იძულებულია რომ გამოიყენოს ეს ტექნიკური პროგრესი. მაგრამ ამ ცოტა ღრმა საკითხებია. ამ ის გაცნობილია და დამეთანხმება რომ ამ რობოტს ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს უკვე დაკისრებული და მუშაობენ იმაზე რომ კიდევ უფრო გადამოდის რომ შენ ფაქტურად იმდენად რაღაცა აი ერთი მცონარა ვიღაცა გაზულუქებული რაღაცა ნენელა შენ დნმ-იც ალბათ არ მგონი ხა სტრუქტურულად შენ არ ჩუნდეს როდესაც ათეული წლები გავა და იმას არ გადიხარ რეგულარულად რასაც უნდა გადიოდი არ მგონი რომ შენ შთამომავლობას მე ეს სიჯამთელი გადაცა ის სიჯამთელი რომელიც საუკუნეების განმავლობაში ესტაფეტასავით გადადიოდა ხო მართალია და რა გამოდის ბოლოს გამოდის რა აი მთავარს ვიტყვი და რაღაცა ერთ მდგენელით გაგცემ პასუხს ის რაც შენი გასაკეთებელი იყო ამას რომ სხვას აკეთებინებ ის სხვა რას გეუბნება ნახე რომ აი სამუშაო ადგილები აღარ იქნება ცოტა დრამატიზირებას მოვიხმარ რა წაგართმევ აი ამა ფუნქს იმას აგართმევ ამას მეგა რაღაცა ხო არ უნდა დაფიქრდე რომ შენ ბუნებრივად რო ვერ ხვდები რომ აქ ცხოვრების წესი რომელიც დაგიტოვეს თავის დროზე და მე დაკარგვი საკეთებებია კიდე და არც ფიქრობ რომ აღადგინო და გაიგო რისთვის მოხდი და სინამდვილეში შენი ნამდვილი მისია რაში აბა იმაში გამოიხატება რომ მოხვიდე და ნაწილი იყო ეხა იმ სისტემების განსაკუთრებით იმ დიდი ქვეყნების მუდმივად რომ სულ რაღაცა ომზე რომ მიდის საუბარი და მუდმივად კაცობრიობის სიტუაციას დავიჯერო ხოლმე ეგ არის ჩვენი ისა თუ იქნებ სულ სხვა მისიები იყო რატო ხანდახან აი რო არის შერიგების პროცესები და კარგად რო ვარ და დაწყარებული ვარ და დამშვიდებული რატოა მე რომ სოციუმი უკვე იწყებს ისეთ მაღალ რაღაცა მატერიებზე საუბარს ხო რომელიც აი სოციუმისთვის აი საბუნათდება როგორც სიტყვიან როგორც არის თუნდაც იგივე ნათესაობა თუნდაც იგივე ის ურთიერთობა თუნდაც იგივე ის კავშირის მეგობრობა თუნდაც ის ანუ რაღაც ის რაღაცა სენსიტივები რომლებიც მხოლოდ შენ გაგაჩნია და რომელიც რაკაია თუ კი შენ ამის მატარებელი ხარ მაგრამ როცა შენ ვერ ხვდები როგორ უნდა იცხოვრო და რაღაცაზე რო თქვა შეიძლება 20 წელი დაკარგო 25 წელი დაკარგო და თქვა მე რომ აი მე ამას იმიტომ მიუძღვენი რომ მე ამ ჩემი ვიწრო სპეციალობით მემუშავა ხო გამოდის რომ რობოტი გეუნება აი ნახე ხელოვნურად გახვედრებს რომ იქნებ ის გზა არჩეული სწორად არ იყო რა თქმა უნდა ესე ძალიან მწვავედ უნდა გითხრა მოდი კიდე შევიდეთ მაგ სიღრმეში ნახე მე ფოკუსირებას უკეთებ სიტყვა ოჯახს ოჯახი ახლა მენტალურად ადამიანი როგორც არის განვითარებული და რაცოდნასაც ფლობს ისეთ ფილდში გაატარებს თავის ცნობიერში და იმის დამხევდით შეხედავს თვითონ სიტყვა ოჯახი ზოგისთვის არის სანუკვარისავ ზოგისთვის ზედმეტი ბარგი პრობლემა მაგრამ მოდი უფრო აი ღვთიურად შევხედოთ ოჯახი არის რაღაცა შეკრული ბუდე რომელშიც არის რამოდენიმე თაობა გაერთიანებული ხო მე ამ შემთხვევაში მარტო შვილებს აქ არის ბებიაც პაპაც შეიძლება დიდი ბებია პაპას და ასე შემდეგ ხო ეს არის რაღაცა შეკრული ჯგუფი რომელიც ურთიერთზე უნდა ზრუნავდეს ეს თუ არ არსებობს ალექსანდრე მაგრამ აი ამ საკითხში რომელ წყობაშიც არ უნდა იყოს ეს ოჯახი თუ მას არ ექნება თავისი მიწის ფართობი მიგხვდი თუ მას არ ექნება დამოუკიდებლობა თუ შეიძლება თუ შეიძლება დავზოგოთ დრო და მიგხვდი ის მე მჭირდებოდა უბრალოდ იმისთვის რომ ვიცოდეთ რომ ყველგან ბალანსია საჭირო თორე ტექნოკრატია რა კარგია აი ადრეს მithქვია რა ძალიან კაია რაღაცე მაგრამ თუ შენ ეს ბუნებასთან ურთიერთობის იგნორირების ხარჯზე ხდება ეს და ბუნებასთან თანაცხოვრებაში ჰარმონიულად ეს მომენტები არ ვითარდება ადრე თუ გვიან დადგება ის მომენტი როდესაც წყვეტა დაიწყება ანუ ეს ნიშნავს იმას რომ ბალანსი უნდა მიმდინარეობდეს ყოველთვის
განსაკუთრებულად ამ ფაქის საკითხებში და ამიტომ შევედი ცოტა სიღრმეში ამ რობოტთან დაკავშირებით. ეხლა ეს ერთგვარ იმად გამოვიყენეთ, თქვათ, გადამყვანად და მოგახსენებ, რა საკვირველია? ეს, ოჯახზე ამაზე ერთ ფაქტს კიდევ ვიტყვი, რომ ჯერ თავარ კითხვას გავცემ პასუხს. რა თქმა უნდა კონდეს ამ ოჯახს, იმიტომ რომ ეს ღმერთის საკითხებია, ხო, ბიჭის და გოგოს იმაში, სიყვარულის საკითხებში, მე ძალიან ცილურად არ უნდა ერეოდეს არავინ. მე ისევე უფლის დახმარებით ხდება, ხო, რომ რაღაც ხათვეში 9 თვალამზეა რაღაცა და იბადება და რამხელა სიხარულებია და აქ ისეთი პათოსია და აქ ამ ისტორიულ ოჯახურ დინასტიურობას კიდე ისეთი ფესვი აქვს, რომელიც ქოცნობიერად სულ ამაზე არ ფიქრობდე, ეს ყოველთვის თამდევია და რაღაც ასე ვიტყოდი, რომ ადამიანი თუ ნორმალურია, ჯანმრთელია და თუ რაღაცა ადეკვატურია, ეს მისთვის სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენს. რასაკვირველი ადამიანი რო დაიბადა, მას რასაც ახლა ვიძახით და რაც ეგარ ვახსენე, ამ რეგალიებს როგორ გაივლის, თუ ის ელემენტარულად არ გამოიკვება. და ჩვენ კარგად გვახსოვს ამ განსაკუთრებით ამ პერიოდში შენ ვახსენე, როდესაც ეს ერთი წყობა თქვათ მეორე წყობამ ჩაანაცვლა და იყო ბევრი რყევები, გამოვიარეთ ჩვენ ეს მომენტები, ხო? აი რაღაცა ძალიან ეს აი მოდაშიც იყო რაღაცა ეს აი დამოუკიდებლობის რაღაცა თემებზე აპელირება, რაღაც და აი ყოველთვის მივდიოდი ჩვენ ერთ მთავარ საკითხთან, რომ ჭამას მის გასაგებელით უნდა ვთქვა. ეკონომიურად, ანუ აი ჭამას მის მხრივ, ეხლა შენ რო არ იყო დამოკიდებული ვთქვა, აი ბაზარში რომელიღაც დახლია და რაც შენ გინდა ვთქვა, ის უნდა იყიდო, ხო? მე მაღაზიაში რაღაცა პროდუქტია და დაუშვათ ხო შეიძლება რაღაცა მოხდეს, ვერ გამოუშვა და იქეთა არ არის ან რაღაც სხვა ისა. შენ რომ ნორმალურად, ჰარმონიულად ვითარდებოდი ადამიანი, როგორც მინიმუმ საჭმელ სასმელი საზრუნავი არ უნდა გქონდეს. ეს რო არ უნდა გქონდეს, ეს ნიშნავს უკვე ბმაში იმას, რომ შენ უნდა გაგაჩნდეს საამისო არეალი. უნდა გაგაჩნდეს, ანუ რაღაცა გარკვეული მიწის ფართობი, რომელიც უზრუნველყოფს სხვა საკითხებთან ერთად, ამ შენთვის ძალიან ფუნდამენტალურს დამოუკიდებლობის საკითხს ყველაზე მთავარში, რომელიც არის ეკონომიური დამოუკიდებლობა. რომ შენ არ იყო დამოკიდებული, თქვათ, სხვაზე, აი ზუსტად ჩვენი თემა რაც დავიწყეთ, მე მინდა გარკვეული ეს გავაკეთო, ყურა ამ იმაში შევკრა ეს თემა, ზუსტად როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი და იშლებოდა უფრო სწორად, აი მაშინ ჩვენ მონაწილეები ვიყავთ ამ საკითხების დღის წესრიგში იყო, იმიტომ რომ მონწიფებული იყო, ეს სპონტანურად არ ხდებოდა, ხო? სპონტანურად ვერ მოიყვან ამ თემას. ამაზე მუშაობდა, მთელი ინსტიტუციები მუშაობდა და მე გამოსილებმა და ყველაფერმა აჩვენა, რომ მე ვეთანხმები იმ ნაწილში ხელმძღვანელობას ეხლაც ამდენი წლის მერე, რომ აი ესეთი ფუნდამენტალური მომენტები, როგორც იყო, თქვა, ტყე, წყალი, ცა, მიწა, სანაპირო ზოლი და რაღაცები უნდა დაწიაღისეული, რა საკვირველია უნდა ყოფილიყო სახელმწიფოს პატრონაჟის ქვეშ, მაგრამ ეს დანარჩენი სოფლის სასოფლო-სამეურნეო მიწების სავარგულები რაც და მე უვარგულებად ვაქციეთ, ისე ზუსტად ალექსანდრე ნახე მივედი ყველაზე მთავართან შესატყვისი მომენტი იყო თითქოს ან სიტუაციამაც თითქოს აი ისე მოამწიფა, რომ დიდი ფიქრი არ გჭირდებოდა, ეს იყო კარგი გამოსავალი, რომ დარიგებულიყო მიწა მაშინ, ეგრეთ წოდებული პრივატიზაცია რო გაკეთდა და სინამდვილეში მე პრივატიზაცია იყო, დიდი დოზით. გაკეთებულიყო, რომ ყოველ ოჯახს ეს დათვალია ყველაფერი, ციფრები არსებობს, მაშინ არსებობდა და ყველა ოჯახს რო გადაცემოდა 1 ჰექტარი მიწის ფართობი, რომელიც პროექტში მოიაზრებოდა და მთავრობა ცალკე თავის ამას ფიქრობდა და გარდამავალი მთავრობას, რომელიც მე მოვიდა, თქვა და შეცვალა, ხო, ჩანაცა წინა მთავრობა, ჩვენ ამის აქტიური მონაწილეები ვართ ამ პროცესების, კიდევ რჩებოდა მიწები, რომელსაც სარეზერვო დაერქმეოდა შეხედულებისა შემდგომი განვითარებისათვის. უნდა მაპატიო აი ეგ იმდენად ზუსტად გამოიცანი. ანუ ფინალი აქ უნდა შეკრულიყო, ნახე. ჩვენ 80-იანების ბოლოს, 90-იანების დასაწყისის ის ქარციცხლის ასე თუ ისე გავიარეთ. შემოვიყვანეთ მდგენელი ოჯახი, რომელსაც უნდა ქონოდა, ნახე, სისტემაში თუ დაუშვა დღეს ვინმე ისაუბრებს იმაზე და აქ დიდი ბოდიში უნდა მოუხადო ყველა საკმაოდ ჯობია კონკრეტული ვიყო ამ საკითხში, რომ
ვიღაცა გვიჭერდა, ვიღაცა არ გვაძლევდა განვითარების საშუალებას, დამოუკიდებლობას გვართმევდა და ეს იყო ის დიდი საბჭოთა კავშირი. დადგა ის პერიოდი, როდესაც სახელმწიფოში მოვიდა ეროვნული ძალები, ამ ეროვნულმა ძალებმა გადაიბარეს ეს ბერკეტები, ერისთვის არის მოტივირებული და ერის ინტერესებს იცავს, მას უნდა გააჩნდეს ალბათ ყველანაირი ბერკეტი, რომ სწორი, ჭკვიანური, სახელმწიფოებრივად ჯანსაღი პროგრამა უნდა გაკეთებულიყო, რომელიც მიწას მიცემდა თავის მკვიდრ ადამიანს, რომელსაც იქ ფესვი გააჩნია, კახელია, კახეთში უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, თავისოფელია, თავისოფელთან, ხო? ეს მიწები ხო სადღაც არ იყო გამქრალი. ყველა რეგიონს, ყველა მხარეს და ზუსტად აი ეგ მიჩნდება ასეთი კითხვა. დღეს, როდესაც რეაბილიტაციას იკეთებს ბევრი ადამიანი, თავისი წარსულით. და დრო, როგორც იტყვიან, ყველაფრის კურნალია და სამწუხაროდ არის ბოდიშუხტი ყველას, მაგრამ ესეთი ზვიგენის მეხსიერების ესეთი ტერმინი არსებობს, როდესაც რაღაცას უტევს, 8 წამი ახსოვს ის საშიშროება და ისევ უკანაწრეზე ტრიალებს. ნუ ჩვენ შემთხვევაში სამწუხაროდ ამისი ანალოგია, ძალიან ცუდი ანალოგია, მაგრამ ცოტა მოკლე მეხსიერებასთან გვაქვს საქმე. როდესაც ეს მიწების შეიძლება ითქვას არასწორი განაწილება და მეტიც, მე ის ამ მიწების არანაირი დამცავი მექანიზმი არ შეიქმნა, რომ ეს მიწები თავის პატრონებს ქონოდათ. ხშირ შემთხვევაში ადამიანები გაჭირვების, უბედურების თუ მოდი თავის სახელი დავარქვა, თავისი ჭკუა სუსტობის გამოც ეს მიწები გაყიდეს, ეს მიწები სამწუხაროდ გადავიდა არა მარტო ქართველის, არამედ უამრავი არაქართველების ხელში და საომავლოდ დაგენერირდა პლაცდარმები ახალი კონფლიქტური გარემოებებისათვის, როგორიც ჩვენ უკვე შეგვექნა და ამის ფაქტი გაგვაჩნია. მე იმიტომ დაუბრუნდი ცოტა შორიდან, იმიტომ შემოუარე აი ამ ორ კომპონენტს იმ გარდამავალ პერიოდს 90-იანების დასაწყისსა და აი ამ ოჯახის ფაქტორს შორის, რომ ამ ადამიანებისათვის სამწუხაროდ არაფერი არ შეიცვალა. მოკლედ ღუზა უნდა ქონოდათ მათ. აბსოლუტურად. აი ნახე, პირველი ჯანმრთელი უჯრედი ხოა ოჯახი. ნახე, ლოგიკა არის უთყვარი, მე ძალიან მიყვარს ამ სიტყვის გამეორება, შემთხვევას არ ვშეფხელი და რომ არ გავიმეორო. ხორე ამ ოჯახს უნდა გააჩნდეს ღუზა. ღუზა ზუსტად იმის სახით, რაც ჩვენ თქვით იმ მიწის პარტი, რომელიც უნდა მას უმკვნეულად გადაბარებოდა შესაძლისი სიტუაცია იყო ზუსტად მაშინ, მithom ეგრეთ წოდებული მიწის რეფორმა რო ხდებოდა ბოდიში, აქ არ ეს მომენტი არ მინდა გამოუჩეს. ესე არ გამოვიდეს, რომ ამას ახლა კომუნისტებმა იცოდნენ, მავარმა შეიძლება იფიქროს, წავიდნენ და ნუ მე ახალი მთავრობა მოვიდა რა ეკნა. მე რა კოსტავას ვაცხადებ. ხმამაღლიო. თავისი ფეხით აქ შემოფეხით რა ხარ, ხო ხტები თავი ტრანსპორტ შემოვლილი აქ 42 რაიონი საქართველოსი, 42 რაიონის ყოფილი რაიკომის დივანთან თუ პრეფექტთან თუ ვინც იყო პასუხისმგებელი პირი, ზოგან დანიშნულოვანი ყველგან აქ თავის პაპკა ქონდა და მიღწეული აქ შეთანხმება, რომ 42 რაიონში უნდა მორიგე ესეთი რაღაცა ქართული ტიპის, უძველესი ტიპის სოფლის განაშენიანება, რომ უნდა დაწყობილიყო. და რატომღაც ისე მოხდა, რომ მე რა პოსტავა მალევე დაიღუპა, ეხლა მე არ ვიძახი, შეიძლება სხვა მიზეზიც იყოს, სხვანაირად არ იქნას გაგებული, მე უბრალოდ გამოდივარ შედეგიდან. იმიტომ რომ ამაზე ზვიად გამსახურდიაც, ამაზე წერილებიც არის, ამაზე მიმართვებიც არის, აღარაფერს აღარ ვიძახი პატრიარქს, რომელმაც პირველმა დაანონსა ეს და პირველი 85 ჯერ კიდევ კომუნისტების დროს და ცხადია რომ მხარი მერეს დაუჭირა ამას. ძალიან ბევრი კითხვის ნიშნები, ეხლა სხვაგან არ მენა კიდე ფორმატი არ ეძლევა საშუალებას და არც სურვილი არ მაქვს კიდე ვინმე თუ დაინტერესდება, თვითონ გამბოხო ძალიან საინტერესოა. ეხლა ჩვენი უახლოეს ისტორიაში მე მგონი ამაზე დიდი ქართველები ბევრი არ იყვნენ. და რანაირად შეიძლება რომ ის იმ ეპოქაში როცა ჩაანაცვლა ერთი წყობა, ვთქვათ, ამ წყობამ რომელსაც მიუხედავად ეკონომიური რაღაცა, სიმწიფეების და რაღაც სტაბილურობის განცდის, მაინც იმდენად შემაღონებელი იყო, რბილად რო თქვა ის სისტემა, რომ მაინც ხალხმა აირჩია ეს. და რა მოხდა, რომ აქ როცა უკვე ძალიან ადვილი იყო, ამ ღუზის შექმნა იმ ჯანმრთელი უჯრედისთვის, რომელსაც ოჯახი ქვია, რომ მე იმავე ლოგიკით განვითარებული იყო, წასულიყო და ეს ქონოდა ნაღდი, ასე ვთქვა, თავისი ეკონომიური ბერკეტის სიმძლავრე ქონოდა და მე ის თბილისში ისწავლის,
ის მე ვროცლავში წავა, თუ ის სორბონში ისწავლის თუ სადმე იღეს პრაქტიკას თუ რა შემოქმედებითი კუთხით განვითარდება, ეს მე მისი არჩევანი იქნებოდა. მაგრამ თუ საძირკველი და საფუძველი არ გაგარჩნია, როგორ შეიძლება შენ რომ თუნდაც ახლო მომავალში გაწერილი პროგრამა გაგაჩნდეს და თუ შეიძლება ასე ითქვას, შესაძლებად მიგაჩნდეს რაიმე სერიოზული ნაბიჯების გადადგმა. დიდი მადლობა უნდა გადაგიხადო, ეს არის ის გულწრფელი საუბარი, რომელსაც ძალიან ბევრ გადაცემებს უსმენ და ვცდილობ აბსოლუტურად ეს ჩემი დამსახურება და არჩევანი, უბრალოდ სიტუაცია მოიტანა ეს, როდესაც სწორად უნდა დაისვას კითხვა და აბსოლუტურად სწორი პასუხიც უნდა გაეცეს და მოდით ახლა ამ შედეგზე ვისაუბროთ. შეხედე, ჩვენ ახლა გადავხდით ცოტა მომავალშიც, როდესაც არის საშიშროება დღეს ძალიან მოდაშია ეს აჟიტირებული საკითხები, ხელოვნური ინტელექტი, რობოტები, ჩიპები და ასე შემდეგ. ამავდროულად იგნორირებულია ისეთი საკითხი, რომელსაც გადაცემაში ხშირად ვერ მოისმენ, რომ პოპულაცია 9 მილიარდზე შევიდა, 2 მილიარდის ზევით უკვე მოსახლეობასა და პლანეტას შორის დისბალანსი დაიწყო, იმიტომ რომ რეალურად ვერ გამოყვებავდა, თუმცა ახლა არის ძალიან ბევრი ესეთი ოპტიმისტი ადამიანი ბჭყალებში, როდესაც ლაპარაკობს რომ პლანეტას 100 მილიარდი შეუძლია და არა კონკრეტებს რა შემთხვევაში შეუძლია, ერთი ის არ არის ინფორმირებული, ნამდვილად არ შეუძლია ამას. დღევანდელი მეცნიერება და სტატისტიკა ამაზე ძალიან გასაგებიანით საუბრობს, მაგრამ დაუშვათ, რომ დაუშვათ მეტიც შეუძლია. ესე იგი, მხოლოდ და მხოლოდ შეიძლება ამ სისტემის ამუშავება იმ შემთხვევაში ეფექტურად, თუ სწორად მოწყობა მოხდება. ეხლა მოდი დავაკვირდეთ შემდეგ საკითხს. არ მინდა რომ ძალიან ბევრი მდგენელი შემოვიტანო, მაგრამ წარსული გავიარეთ, აწყოს გავდივარ და მომავალში რა პროგნოზს ველოდებით. არის რა თქმა უნდა გლობალური დათბობა და ეს ვიღაცას ჯერა არ ჯერა ფაქტის სახეზეა და შეუძლია დაიჯეროს. უკვე რეალური სტატისტიკაა. აქ არის მიწის ეროზიები, რომლებიც აქ არის მდინარეების წყლების დაწევა და ასე შემდეგ და უნგრეთში ატომური ელექტროსადგური შეაჩერეს, როგორ შეაჩერეს, ესაც ძალიან საკითხავია. იგივე პრობლემა დადგა ინგლისში, აღვლაპარაკო ბაზიურ ნაწილზე, აღვლაპარაკო ევროპულ ნაწილზე. აქ არის რაღაცა მიწისძვრების და ასე შემდეგ რაღაცა გამოწვევები. კი ბატონო, ჩვენ წარსულში ვნახეთ, რომ ერთი ფორმაცია ჩამოიშალა, მოვიდა ეროვნული ძალები, ვერ მოხდა პრივატიზაცია სწორად, მოვიშველიებ ჯარგონს, მოხდა პრივატიზაცია და შესაბამისად ამ არასწორად განაწილებულმა და არასწორად ახლა შეიძლება ბევრი შეგვეკამოთოს, რომ როგორ არა პატარ-პატარა მიწები სადღაც რეგიონებში დაარიგეს, მაგრამ ეს მიწები როგორც დაარიგდა სამწუხაროდ ისევე გაქრა, მერე მათფლობელობიდან იმ სოციალური ფონის გამო თუ არასწორი პოლიტიკის გამო, იმიტომ რომ ამაზე ხშირად ახლა დღეს საუბრობენ ტელევიზიით საკმაოდ ხმამაღლა, იმიტომ რომ არასწორი პოლიტიკის გამო ვერ მოხდა ამ რეალობის აღორძინება და სამწუხაროდ მე ჭვი მიჩნდება, რომ ამ არასწორ პოლიტიკა ეს უბრალოდ ცოტა ესეთი სინონიმია. მე ვფიქრობ, იყო რაღაცა ძალები, რომელსაც არ ქონდათ ინტერესი და უნდოდა ვიღაცა უფრო მეტად მონოპოლისტური გამხდარი იყო და ეს მიწები შეეძინა. ხშირ შემთხვევაში ეს მიწები გახდა გაყიდვის და ვაჭრობის საკმაოდ სერიოზული ინსტრუმენტი არა ქართველებისათვის, არამედ უცხოელებისათვის და სამწუხაროდ ეს დღესაც გრძელდება. მაგრამ მოდით ახლა უკვე ვისაუბროთ მომავლის პროგნოზზე. მომავლის პროგნოზი არის ესეთი. არის ეკოლოგიურად მოახლოებული არც თუ სასურველი დადებითი პროგნოზები და გარემოება. ადამიანმა შეიძლება ბევრი რამე მოიკლოს, მათ შორის გარკვეული ფუფუნების საგნები, მაგრამ ბიოლოგიური არსებები ვართ და ეს მთელი ჩვენი პოპულაცია თუ მოსახლეობა თუ თუნდაც თითოეული ინდივიდი დამოკიდებული ვართ სწორკვებაზე და იქნება თუ არა ქართული მიწა და ეს ბუნება და ეს რეალობა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი, რომელმაც უნდა გამოყვებოს ეს ხალხი და არა მარტო საქართველოს, მსოფლიოც, ხო? ყველას აქვს თავისი მიწა. და არასწორი, ასე ვთქვათ, ისეთი ჯერ კიდევ ვიტყოდი, ძალიან გაუცნობიერებელი ხედვები ადამიანის მიმართ, რომ რობოტები ჩაანაცვლებენ და რობოტები მოუზუდებენ დილაობით ერბოკვერცხს და სად ეყოლებათ ეს ქათამი ან ის გარემო, რომელშიც ეს ქათამი იცხოვრებს, ეს ჩემთვის ძალიან გაუგებარია. ეს არა რაღაც აბსტრაგირებულია, არამედ რეალისტურია. ხომ არ დგება დრო, კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენ 35 წლიანი დეკადა სამყაროსათვის შეიძლება ერთი თვალის დახამხამებაც არ არის. ხომ არ არის ამ პერიოდში უკვე დასანახი ის გარემოებები, რომ არასწორმა ფლობამ, არასწორმა განაწილებამ
მოგცა ის შედეგი, რომ ქვეყანა რეალურად დაიცალა მოსახლეობისაგან. ხო, არასწორი, იმიტომ რომ სავარგულები შენ თქმის არ იყოს, უვარგულებად იქცა. აქ არის ფუნგიციდები, ჰერბიციდები და ასე შემდეგ. რა არის ჩვენი საუბრის და დღევანდელი გადაცემის მისია? რატო განვიხილეთ წარსული? იქ არის ძალიან ბევრი დარგის სპეციალისტების ისეთი საინტერესო, ისეთი ორატორული გამოსვლები, მოკლედ ერთ სანახაობად ღირს. როდესაც ესეთი კარგი დარგის სპეციალისტებს უყურებ, უსმენ, რა კარგ ანალიტიკულ ანალიზს აკეთებენ, როდესაც მთავრდება ეს გადაცემა. ყოველთვის მე მიჩნდება ხოლმე ასეთი დეფიციტი და ამიტომ დაგიძახე დღეს შენ, რომელსაც შეგვიძლია პირდაპირ და ღიად თქვა. როდესაც სრულდება და ისევ ეს პრობლემა ისევ ესე დგება. კი ბატონო, არის გამომართლებელი და ჩვენ რა შეგვიძლია ეს ყველაზე ისეთი მორგებული ფრაზაა, მაგრამ ხომ არ არის მცდელობა მაინც იმის, რომ სანამ ის შედეგი დადგება, აი ამ ყოველდღიურ ხანძრებში, უბედურებაში და ესეთ გამოწვევებში, ეკოლოგიურ გამოწვევებში, რომ თუნდაც საჩვენებელი ექსპერიმენტალური გარემო შეიქმნას ამხელა ქვეყანა ვართ და ამხელა ჩვენი ასე თუ ისე, პროპორციით ყოველ შემთხვევაში მოსახლეობა ერთ მოსახლეზე საკმაოდ ღვთისმადლი ჯერ კიდევ ამდენი ტერიტორიები დავკარგეთ, დიდი დისბალანსი არ გაგვაჩნია, ხო? სწორად გავაკეთოთ ეს საკითხი, ჩავრთოთ დარგის სპეციალისტები, პროფესიონალები, მცოდნეები, აი ჩემი გადაცემის დღევანდელი მთავარი კითხვის არსი ცოტა გვერდზე დამჭა, მაგრამ ვიტყვი. ხომ არ უნდა დადგეს ისეთი მიდგომა ადამიანებში, რომ დარგის სპეციალისტებმა კი არ ილაპარაკონ მარტო სოფლის მეურნეობა, გაერთიანებული წრე შეიქმნას მაგიდა, საცა სხვადასხვა ცოდნისა და გამოცდილების ადამიანები გაერთიანდებიან ამ გვალმაგიდასთან, საცა ილაპარაკებენ სოციოლოგები, ოჯახში თვითონ ამ ფსიქოლოგები, როგორ იქნება დაუშვათ თვითონ რას ნიშნავს დღეს საუბარი მიდის, მოდი მიწა ავითვისოთ და ფერმერი იქ დავაბათ და მივცეთ ხერხელფას. ხო არ მუშაობს. ალექსანდრე, მოდი პირდაპირ თქვათ. აქ დარგის სპეციალისტები იყვნენ მარტო რას ნიშნავს? საქმე მე მგონი იმაზე ცუდად არის, ვიდრე ჩვენ წარმოგიდგენია, თუ ესეთ რამეს მაპატე, მაგრამ აი გეუნები პირდაპირ. რა დროს დარგის სპეციალისტების მოყვანა ამ გვალმაგიდასთან მარტო. თუ საერთოდ ქართული მიწა აღარ დარჩა. ყოველგვარი ლირიკის და ყოველგვარი დემაგოგიის გარეშე. რა არ მიდის აკეთკენ? თუ ქართული მიწა აღარ დარჩა და ქართველები აღარ მეყოლება ამ მიწაზე დამაგრებული, ეს ხო თავის მოტყუება, ან რა არა დარგობრივ ცოდნებზეა საუბარი, ან ამ სპეციალისტების ან რა თემებზე უნდა ისაუბრო და ან საერთოდ იქნები, რომ ისეთ სიმაღლეზე რომ ხელზე ეწიფებოდეს მოსვლა და ამ თემებზე საუბარი, ამიტომ პირდაპირ ვაცხადებ. რა ვქნა? ეს ეხლა რო არ იყოს და არ იცოდნენ სამთავრო მწერლებმა, არ ვიტყოდი მაგას, ხო? ცხადია ეხლა იმდენი ვიცი მე მგონი, რომ სადრა უნდა ვისაუბრო. ვაცხადებ პირდაპირ ძალიან კარგად იციან, როგორც უდათ არის საქმე. ისიც ძალიან კარგად იციან, გამოსავალი რაშია. თუ არ დაიწყე, იმის წინამძღვრებსაც ვერ დაინახავ, ეს მართლა 100-ია თუ არა. მილიონობით თანხა იხარჯება, მოდი პირდაპირ ესე ვთქვა, უსარგებლო არაფრის მომცემ რაღაცა PR კამპანიებზე, ექსპერიმენტებზე და პირდაპირ სისულელეებზე. თუ რა გახდა, რომ საქართველოს სასაზღვრო რაიონებში, რეგიონებში, იმ რეგიონების რაიონებში, იმ საკმაო ადგილებზე რაღაცა ამ უძველესი, აი სიტყვას უძველეს თუ ვიღაცას აღიზიანებს, რაღაცა ახალი ტიპის რახამ ძველი არ ახსოვს. აი ყველანაირად ვცდილობ, რომ იზედმეტი ჩამოიცქრა, გავაცალო იმას, ხო? იდეას და რომელიც მოწონებული ხა თორე ვთავაზობ ხა იმიტომ რომ მე მინდა ესე არ არის ჯერ ერთი იმიტომ რომ გამოცდილება მაჩვენა რომ ალტერნატიულს არავინ არაფერს არ იძახის რაც იყო უარგისია და არ გაამართლა და ამდენად უფრო ასე ვთქვათ მაღალ გონორზე ვარ თუ შეიძლება ასე ითქვას და კიდე კარგად ვლაპარაკობ კიდე თავი კარგად მიჭირავს იმიტომ რომ ამდენი ხანია უკვე მინიმუმ 35 წელია ხო ნახე რომ საქმე ძალიან ცუდათაა ხო რაღაცა საზღვრისპირა რაიონებში მაინც საჩვენებელი სოფლები გავაკეთოთ ხო იმ 12 კუთხეში რაც არის თითო რავი თუ მეც გავაკეთებ თუ და დავაკვირდეთ რომ რაღაცა ალექსანდრე რა ნახე რა მინდა ის აი რაიტმოტივად რა მინდა გავყვეს ამ გადაცემ რომ დავაკვირდეთ რას რაღაცა
გამოჯამთელების ანუ ის ინგრედიენტები, რასაც მოიცავს ეს თემა, ხო ვიცით რაც არის, ანუ რა პრობლემატიკაც არის და აბა თუ დაიწყო ნელ-ნელა ამან გამოჯამთელება, მაშინ მივყვეთ ამ საქმეს. თუ არ დაიწყო, მეც ამათთან ერთად გამოვალ და პირდაპირ ვიტყვი, არც ამანად გაამართლა და აი გორბაჩოვის არ იყოს რა, მოძიმს პას სიტუაციო ძეისტოვაც რა, როგორც აწყობდა, მაშინ ჩვენ სიტუაციით მე ვიმოკვდოთ, მაგრამ ჩვენ ნამუსთავრო მართალი ვიყოთ. ჩვენ წინაპართავრო მართალი ვიყოთ. რას თავარია კიდე იცინისთან, ჩვენ მომავალთაობასთან. როგორ შენახლა ძმაო ვითომ რაღაცა იქ პრივატიზაციით მიწა დაგირიგდა, წახვედი ტოტალიზატორებში, იმიტომ რომ შენი ეგო დაგეკმაყოფილებინა წააგე. მე ხლა არ უძახი იმას რომ შეიძლება გაგიჭირდა და მაგითო გაკიდე, აქვე პრევენცია თვითზახი, იმიტომ რომ მე ვიცი რომ მე იქნება ეს. ამიტომ ვიძახი რა თქმა უნდა, არა, მაგრამ ნორმალურად რო იყოს სიტუაცია ყველაფერი გაწერილი, შენ უკურნალობაზე არ უნდა გჭირდებოდეს მამპაპეული მიწის გაყიდვა. იცი რატო? იმიტომ რომ სადღეძელოში კარგად იძახი. სადღეძელოს მიღმაც რაღაც კარგად იძახეს. მოდის მოგურბინავს და ამხელა კულტურისა და ისტორიის და გველების და გენიოსების ქვეყანა ხარ, ხო? აღიარებული, ხო? საერთაშორისო დონეზე, მაგრამ ეხლა მაქვს კითხვა კონკრეტული და აი მაგით ვრჩები შენს კითხვაზე, ასე ვთქვათ, ამომწურავ პასუხს გცემ. რა დააშავა იმ ჯერ არ დაბადებულმა ქართველმა ახალშობილმა, რომელიც უნდა დაბადებულიყო, რომელსაც ეს უნდა დახვედროდა თავისი მამაპაპეული ადგილი, როგორ ეხლა შენ რო გიყვარ შენი ცხინვალი და მე რო ჩემი ყვარელი მიყვარს და ჩვენ რო შენ რო ყველას რო უხარია საიანარი და როქია თან ჯერ კიდე თუნდაც ესე გაბუჭებული საქმე ჯერ კიდე ქვიათ აღმოსავლეთშიც კი დასავლეთში უფრო არის ხო მაგალითად საკაჭაროა საგაბელი ნუ სოფლებს ქვიათ აქ არის თქვათ უსტიანთკარი იმ კაცრანთკარი კიდეა ჯერ კიდე არის გამიგე როგორ ეხლა იმ ადამიანს შენ ამას არ თმე ჯერ ნახე როგორ მივდივართ რა ტემპებით რომ ვინ რას დაიბადება კი არა აქედან გავდივართ ხო უნდა ვიფიქროთ დამაგრებაზე დამაგრება წარმოუდგენელია მიწის გარეშე და რა გამოდის რომ ის ბავშვი რომელიც უნდა დაბადებულიყო და ისგივე პათოსით არ სულ საფუძვლოდ უნდა გაეგრძელებინა ეს თემა და უნდა გახარებოდა და უნდა დაფუძნებულიყო ამ რა ქვიან ისე საქმელა თავდელია ხო ღვთისმშობლის წილხვედრი თუ ღვთისმშობლის წილხვედრია მე არ მეპარება თქვა ეჭვი მაგრამ რა გამოდის ამას როგორ უვლის შენ მე რომ ამ სიტყვის მთქმელის აღარ დაგვირჩება მე როგორ იქნება საქმე დიდი მადლობა დღევანდელი გადაცემისათვის მე უსურვებდი ჩემ ერს ჩემ ქვეყანას რომ ხვალინდელი დღე რობოტიკი არ ყოლოდეს ჩვენ ქართველ დაბადებულს ძიძად არამედ დახვედროდეს ის თავისი ბებია პაპა რომელიც თავის სიტყვოთი და სიყვარულით გაზდის ნამდვილ ქართველს შეიძლება ბოლოს სიტყვაში რაღაც გამოჩა და აი ამ ოჯახთან დაკავშირებით და აი ამ ბოლო სიტყვამ ალექსანდრესი ამ პაპა ბებიას იმიტომ რომ შვილიშვილებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს მოგეხსენებათ მახსენდება ძალიან მოკლედ ვიტყვი 1961-62 წელში აფხაზეთში კერძოდ გაგრის რაიონში იუნესკომ ჩაატარა ესეთი გადამოწმებადია ძალიან ადვილია ჩაატარა ესეთი ასე ვთქვათ ტიპის კვლევა ხო აი სიმპოზიუმი რადგან დაარქვით სოფლიოს ცნობილი ამ დარგში ცნობილი სპეციალისტები წარადგინა და მხოლოდ გაგრის რაიონში მუშაობდნენ. აინტერესებდათ რა? რატო იყო რომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სიცოცხლის ხანგრძლივობის იყო სახელდობრ აფხაზეთში საქართველოში და ნუ იქ 130-132 კი მთიან აჭარაში. კი ბატონო. ნუ ზოგადად ხა იაპონიაში და ტიბეტში და ჩინეთში ვიცით, იქ დაღესტანში, კავკასიაში, ჩერქეზეთში, მაგრამ ყველაზე უფრო ესეთი რა, ასე ვთქვათ, მაინც თვალსაჩინო და აც უფრო ესეთი მაინც გამორჩეული იყო აფხაზეთის რეგიონი. და ორწლიანი კვლევების მერე ესეთი რამე დადგინდა. იქ ეხლა დაფაზე მაშინ ხო არ იყო ეს კომპიუტერული სისტემა რაღაცა და აი რო გავიგე გამიკვირდა რა. იყო აი 3 შეიძლება პროცენტობის შემიშლოს დაახლოებით ვიტყვი თავს არავდებ, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ 70% იყო დანარჩენი 9 კომპონენტი. იყო ზღვა, იყო ჰაერი, წყალი, იყო გარემო, იყო ის სეზონური პროდუქტები, რა თქმა უნდა. იყო რა ქვიან კვების და სასმელის ან თემები და
ყველაზე მთავარი 70%-მდე დაახლოებით იყო თურმე რატოს როდესაც ხანძრია. თურმე იმ ოჯახებში, სადაც რამოდენიმე თაობას ესწრებოდა ეს ხალხი, თორე გადამოწმებადია ეს. ეს იყო შოკი. მთელი მსოფლიოსთვის. თურმე იქ, სადაც შეიძლება როგორც ახლა ჩვენ ცოცხალ ბიბლიოთეკაში დარჩენდა, როგორც ჩვენ დედა ეკლესიაც ზოგიერთ იმაში გვეუბნება, ჯერ კიდევ შემონახულ წყაროებში, რომ და ქადაგებს, რომ 7 თაობა, თქვათ, უნდა ესწრება. შეიძლება თქვა 7 ვერა იქ იყო ეს, მაგრამ 4-5 იყო ერთი, მახსოვს 6 თაობას შეესწრო. 122 წლის კაცი. სვანურ გვარით იყო, დავმახსოვრდა. ხო და თურმე აი მინიმუმ 5 თაობას რო ესწრება, თურმე იქ ისეთი სენსიტივები იღიწევს, რომელზეც ახლა საუბარს აზრი არ აქვს, მათ შორის ჩემთანაც, იმიტომ რომ თუ ახლა ეს მე არ განვიცადე და იმ წვენში არ ვიყავი, ამას თურმე ვერ გავიგებ. იმიტომ რომ ნახე, ფუნქცია დაკარგული არ უნდა იყო. რას ვთქია შე რობოტმა რაღაცა მიკეთოს და მე ჩოხაც უნდა ჩავიცო, ოლოშებიც უნდა დავიწყიფო, მეუღლესაც უნდა ხელკავი უნდა გამოუწოს და ნათესავშიც უნდა ვიარო და იქ შემოქმედები ზონაშიც და შვილიშვილებთანაც უნდა ვიარო და უნდა შემოკეთო, ცოცხალი დიალოგი უნდა იყოს. თურმე იქ სადაც სტატუსს არ კარგავს. ბებია ბაბუა და დიდი ბებია პაპა ბებიები, იქ სადაც თურმე შემოქმედებითი წვა მიმდინარეობს ბუნებრივად ყველა ფაზების გავლით, თურმე გადამწყვეტი კომპონენტი ყოფილა იმისა, თუ რატომ ცხოვრობდნენ ყველაზე ხანდაზმულები აფხაზეთის რეგიონში. ძალიან დიდი მადლობა უნდა გადაგიხადო ამ შემაჯამებელი აკორდისათვის. აქ ყველაზე მთავარი თემა გაიხსნა ამ ოჯახში ის, რასაც ქვია მისია და მიზანი ადამიანის. როდესაც არა ლირიკაში, არა რაღაცა სიმღერებში თუ ლექსებში გამოხატული, არამედ ცხოვრებაში პრაქტიკულად ხდება გამოვლენა იმ სიყვარულის ურთიერთობის აღზრდის, ზუსტად ეს არის ის ღვთიური საჩუქარი, ალბათ რაც ადამიანმა აქ უნდა მიიღოს. და ეს არის ჩვენი ცხოვრების მიზანიც. ლექსიც არ უნდა, ლექსიც არ მაგრამ ეს ყველაფერი დამეთანხმები, რომ თითოეულმა ოჯახმა თავის საკუთარ მამულში უნდა განახორციელოს და არა გადახვეწილმა სადღაც სხვის ქვეყანაში. სადაც გინდა წადიცმაო, რაც გინდა დაოს, რაც გინდა შვილო, რაც გინდა რაც მეც ისწავლი, უფრო გამომადგება მე ჩემი ქვეყნის უკეთ განვითარებისთვის, მაგრამ აი ეს გახსოვდეს საიდან ახლა რატო იცი? თუ შენი არ გიყვარს, ეს არის უტყვარი ფორმულა. შენ შეიძლება გეგონოს გულწრფელად, მაგრამ ვერავის ვერ შეიყვარებ გამორწული. დიდი მადლობა ჩემო მაყურებელო. შევხვდებით მომავალ ეთერში. ნახვამდის. კარგად გრძელდებოდეთ.